C-ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტებისათვის მედიკამენტის შეძენა 60%-ით ნაკლებ ფასად იქნება შესაძლებელი. ეს შეეხება იმ 10,000 მოქალაქეს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაში ჩაერთვება 1 მარტიდან C-ჰეპატიტის პრეპარატებს უფასოდ მიიღებენ პატიმრები. ჩატარებული ტენდერის და პრეზენტაციის შესახებ თამარ ილურიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. თამარ, გისმენთ. თავდაპირველად 1 ივლისიდან 10,000 ინფიცირებული მოქალაქე შეძლებს შეიძინოს 60%-იანი ფასდაკლებით მედიკამენტები, პელეგირებული ინტერფერონი, როგორც დღეს გახდა პრეზენტაციაზე ცნობილი. ეს პროგრამა განხორციელდება 2 წლის განმავლობაში. ეს იქნება შეღავათი დაავადებული და ინფიცირებული მოქალაქეებისთვის, რადგან წამლის ღირებულება იქნება 158 ლარი. 1 მარტიდან კი სასჯელ ახსნილების დაწესებულებაში მყოფი პირები, რომლებიც ასევე C-ჰეპატიტით არიან ინფიცირებულები, უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს. ჯანდაცვის და სასჯელ ახსნილების სამინისტროებმა მრავალთვიანი მოლაპარაკებებით და ახალი პროექტით მიაღწიეს იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოებისათვის შესაძენი ფასი, რაც მათ უნდა შეიძინონ, გახდა 60%-ით ნაკლები. არსებული საბაზრო ფასი არის სადღაც 280 ლარის ფარგლებში. შესაძლებელი იქნება იგივე მედიკამენტის, აბსოლუტურად იგივე მედიკამენტის შეძენა უკვე 158 ლარად, ანუ ეს მნიშვნელოვანი სხვაობა არის. დანარჩენი 40% უნდა გადაიხადოს თვითონ პაციენტმა, ანუ სახელმწიფო მხარში ამოუდგა იმით, რომ 60%-ით შეუმცირა ფასი. ეს არის ყველაზე დაბალი ფასი რეგიონში და სოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ეგვიპტის შემდეგ. დღეიდან პრაქტიკულად უკვე დაწყებულია სკრინინგი, შესწავლა პაციენტების. ბოლო ვადას ვამბობთ, როცა პირველი წამალი შევა, ეს არის 1 მარტი, მაგრამ სავარაუდოდ ეს თებერვალში მოხდება, მაგრამ როდ მაინც თავს უძღვევთ, როცა წამალს მოგვაწოდებენ. ეს არის 1000 პაციენტი, პატიმარი, რომელთაც მიეწოდებათ უფასოდ წამალი და ეს არის სრულიად საკმარისი რაოდენობა. ეს არის 5,000 ადამიანი, რომელთაც რა მოხდება B-ჰეპატიტზე და 12,000 ადამიანი, რომელთაც ჩაუტარდებათ ჯერ პირველადი და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში სრული ჩაღრმავებული გამოკვლევა. თავდაპირველად, როგორც ცნობილია, ეს პროგრამა ამოქმედება 10,000 მოქალაქისთვის, თუმცა არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ ეს მიღწეული შედეგი, რომელიც ტენდერი, რომელიც გამოაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ და სასჯელ ახსნილების სამინისტრომ ერთად, თუმცა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც C-ჰეპატიტთან დაკავშირებით მუშაობენ, ამბობენ, რომ დიაგნოსტიკა ისევ რჩება პრობლემად, რომელიც აუცილებელია, რომ მოგვარდეს და სახელმწიფო პოლიტიკა ამ თვალსაზრისით უფრო აქტიური უნდა გახდეს. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი, როცა არასამთავრობო სექტორმა და სახელმწიფო სტრუქტურებმა ითანამშრომლეს წარმატებულად და გარკვეულ შედეგს მიაღწიეს, თუმცა ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და ძალიან ბევრია ასევე გასაკეთებელი იმისათვის, რომ ყოველ თითოეული მოქალაქისთვის გაიზარდოს ხელმისაწვდომობა. ამ ეტაპზე პირველადი პრობლემა რაც შეება ჩვენ ვფიქრობთ, რაც იქნება, ეს არის დიაგნოსტიკა, იმიტომ დიაგნოსტიკა საკმაოდ ძვირი და ხელმიუწვდომელია ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისევ იგივე ღონისძიებებით, რომელიც აქამდე დაგვიგმეთ, ხელისუფლებას ერთად მივახცევთ იმას, რომ დიაგნოსტიკაზე დაიწევს ფასი და ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. პაციენტებმა, რომლებსაც სურთ, რომ მიიღონ შეღავათიანი მედიკამენტები, უნდა დარეგისტრირდნენ ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოში. 1 ივლისიდან ეს პროგრამა ამოქმედება. მე შეგახსენებთ, რომ ტენდერი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მეორედ გამოაცხადა, უკვე შედგა და გამოჩნდა კომპანია, რომელიც C-ჰეპატიტის ინფიცირებული მოქალაქეებისთვის წამლებს შემოიტანს 60%-იანი ფასდაკლებით. მადლობა თამარ, პირდაპირ ეთერში.